მეგობრებო, მოგესალმებით. კვირის არკანის პროგნოზით მოვედი თქვენთან. ნახოთ ერთი კვირის პროგნოზი. ახალი გაშლის სისტემით, რომელსაც ბოლო 2 კვირა გთავაზობთ. მე ძალიან მომწონს, თქვენთვისაც ძალიან ინფორმაციულია და თქვენთვისაც ისევე როგორც ჩემთვის მისაღებია, მე ძალიან მახარებს. გაშლა იქნება ერთ ვარიანტად და თითოეულ სფეროს დავუთმობთ კონკრეტულ დროს, რაც არის საერთო ფონი, კვირის ენერგია, ჯანმრთელობა, პირადი ურთიერთობები, ფინანსები და გაფრთხილება, კვირის ენერგია. მაშასადამე დავიწყოთ. მეგობრებო, ვისაც გამოგზავნილი გაქვთ ჯგუფში დამატების სურვილი და ფიქსირებული გაქვთ, ადმინისტრატორები უახლოეს დღეებში აუცილებლად გიპასუხებენ. მაშასადამე, პირველი არკანი ჩვენ გვაჩვენებს კვირის მთავარ წამყვან ენერგიას, ანუ როგორ ენერგიაში ვიქნებით ამ ერთი კვირის მანძილზე. შემდგომ გვექნება პარტნიორული ურთიერთობები, როგორი ენერგიები გვექნება პარტნიორულ ურთიერთობებში. მერე ვნახავთ ფინანსური ენერგია, როგორი გვექნება ამ ერთი კვირის მანძილზე, ფინანსები როგორი იქნება. ვნახავთ ჯანმრთელობა, როგორი იქნება ამ ერთი კვირის მანძილზე, ჯანმრთელობის საერთო ენერგოინფორმაციული ფონი გვექნება, აი აქ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაფრთხილება. რას უნდა მოვერიდოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხო? არ მოვერიდოთ, ან რა უნდა გავითვალისწინოთ, ხო? გაფრთხილება, ესეც ასე. გაფრთხილება დავდოთ აქ. ძალიან კარგი, მაშასადამე დავიწყეთ. პირველი არკანი გვეუბნება თუ როგორი იქნება ჩვენი ერთი კვირა. არკანი ქურუმი, ძალიან საინტერესო ერთი კვირა გექნებათ. ეს არის გაცნობიერების ერთი კვირა. ეს არის ღირებულებების, ფასეულობების, გადალაგების ერთი კვირა, როდესაც თქვენთვის გაფილტრავთ და გადაწყვიტავთ თუ რა არის მნიშვნელოვანი, რა არ არის მნიშვნელოვანი და თქვენი სულიერი, მოდი ასე ვთქვათ, ფაქტორები, სულიერი სიმდიდრე რა არის, სულიერი პროცესები, გაცნობიერება, ყველაფერი რაც უფრო მეტად სულიერ ენერგეტიკულ პროცესებს ეხება, ვიდრე ვთქვათ ესეთ მატერიალურ საკითხებს, ხო? ქურუმი ეს არის გაცნობიერება. თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში მიიღებთ ამ გაცნობიერებას, სხვანაირად გადააფასებთ, შეაფასებთ მოვლენებს, უფრო მეტად გაიზრდებით ცნობიერად, ხო? უფრო მეტად სულიერ მომენტებს მიაქცევთ ყურადღებას, ვიდრე მატერიალურს, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე შესაძლებელია, რომ ეს განვიხილოთ როგორც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხი, გაუმჯობესებული, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს არის გაცნობიერების არკანი, როდესაც თქვენ კიდევ ერთი საფეხურით გაცნობიერდებით და გაცნობიერებთ ზოგადად თქვენს ირგვლივ ყველაფერს. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს გაცნობიერება თქვენ დაგეხმარებათ ყველა ცხოვრების სფეროში. გადაალაგებთ და გადააფასებთ ბევრ რამეს ამ ერთი კვირის მანძილზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს აიყვანთ ხელში. საკუთარ ცნობიერებას მომართავთ თქვენ თვითონ, ვერავინ სხვა. და ამას გააკეთებთ ძალიან ინტენსიურად ამ ერთი კვირის მანძილზე. აღმოჩენები სავსე ერთი კვირა იქნება, ან თქვათ რაღაცა ერთ მნიშვნელოვან მომენტს გააცნობიერებთ, რაც შემდგომ გასაღები გახდება ყველა იმ კარებისა, რომელსაც აქამდე ვერ ხსნიდით. ასე რომ ძალიან მაგარი კვირის არკანის ენერგია, თან უფროსი არკანია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ენერგეტიკული წვდომა თქვენს რეალობაზე საკმაოდ მასშტაბური და ძლიერი იქნება. ძალიან კარგი. განვიხილოთ პარტნიორული ურთიერთობა როგორი იქნება. რვიანების პენტაკლები. რვიანების პენტაკლები პარტნიორულ ურთიერთობაში არის სტაბილური არკანი. ვერ გეტყვით, რომ რაიმე დიდი ცვლილებები მოდის ამ ნაწილში. არა, აქ უფრო
მეტად ჩანს თქვათ პარტნიორების ერთობლივი თქვათ ერთობლივი მიზნებისკენ სწრაფვა ერთობლივი ღირებულებებისკენ სწრაფვა ხო რომელიც უფრო მეტად მატერიალურია და რომელიც უფრო მეტად ქმნის აი მატერიალურ სადღაც რა თქმა უნდა ფინანსურ უსაფრთხოებას რომელიც თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია ხო მაგრამ უფრო მეტად თქვა ყავთ პარტნიორი არ ყავთ პარტნიორი ხამაზე არ ვსაუბრობ არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა და გეტყვით რატომ იმიტომ რომ რვიანების პენტაკლები ამოვიდა რაც ნიშნავს რომ თქვენი ყურადღება და ფოკუსი უფრო მეტად მომართული იქნება კონკრეტულ სამუშაო პროცესზე, რომელიც ერთის მხრივ რუტინულია, შესაძლოა მოსაწყენია, მაგრამ ქმნის იმ უსაფრთხოების და მყარ ფუნდამენტს, რომელიც თქვენ იგივე თქვენს პარტნიორს და ზოგადად ყავთ არ ყავთ, გიქმნით უსაფრთხოების ფონს. ასე რომ უფრო მეტად ჩანს მატერიალურისკენ სწრაფვა, ვიდრე ვთქვათ ნაკლებად შეეხებით სულიერ ასპექტებს ამ ნაწილში. მიხვდით ხო? ძირითადად კი ეს ნიშნავს სტაბილურ პარტნიორულ ურთიერთობებს. დასტაბილურებას პარტნიორული ურთიერთობები, სადაც ყველა პარტნიორმა იცის რას აკეთებს, როგორ აკეთებს და რისკენ მიისწრაფის. ძალიან კარგი, ესეთი მშვიდი სტაბილური არკანია. ფინანსებში რა ხდება ამ ერთი კვირის მანძილზე? Explorer of Pentacles. ძალიან კარგი ფინანსური ერთი კვირაა, მეგობრებო. პირდაპირ ამოვიდა ფინანსების მაძიებელია ესეთი არკანია, ხო? რაც ნიშნავს, რომ დათვი ძალიან ძლიერი ცხოველია, ხო? დათვის სიძლიერესთან, სულიერ სიმტკიცესთან, ფიზიკურ ძალასთან არის, ხო, კავშირი და არ ვიცი, ხედავთ თუ არა, ცოტა ფოკუს მოვიტან ახლოს. პენტაკლი კიდია ყელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენს ფინანსურ ენერგიაში ძალიან სტაბილური იქნებით ამ ერთი კვირის მანძილზე და თქვენმა სიძლიერემ, თქვენმა გამძლეობამ, თქვენმა მუშაობამ, თქვენმა აი ამ დათურმა სიმტკიცემ, ხო, ნამდვილად გამოიღო შედეგი და ამ ერთი კვირის მანძილზე კიდევ უფრო დიდ შედეგს გამოიღებს, იმიტომ რომ თქვენ გახდებით თქვენი პენტაკლების მფლობელი. თქვენ გახდებით თქვენი პენტაკლების ცველი, მოდი ასე ვთქვათ, ხო? და აქ ასევე მაჩვენებს, რომ თქვენ ეძებთ ამ პენტაკლებს და პენტაკლები გეძებენ თქვენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ერთი კვირის მანძილზე საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი ერთი კვირა არის მათთვის, ვისაც თავისი საქმე აქვს, ბიზნესი აქვს, უნდა რომ ფინანსურად უფრო მეტად გაიზარდოს, გაფართოვდეს, ხომ? რაც ისედაც გვაჩვენებს, რომ აი პარტნიორულ ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი ყურადღება სამუშაო პროცესებს ეთმობა, ვიდრე ვთქვათ, რაიმე რომანტიულ მომენტებს, ხო? ასევე გვაჩვენებს, რომ გაცნობიერების არკანი არის მთავარი კვირის ენერგია, ხო? ანუ თითქოს აცნობიერებთ საკუთარ გასაგანძურს, საკუთარ შესაძლებლობებს და უფრო მეტად აფართოვებთ მას. ჯანმრთელობა როგორი იქნება ერთი კვირის მანძილზე? არკანი ეშმაკი, ხო, მე-15 არკანი, რაც ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ პირველ რიგში ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მოდით ერთი არკანით მინდა რომ შევავსო მე-15 არკანი. კი ბატონო, ნახეთ, რას უნდა გაუფრთხილდეთ, ჩემო ძვირფასებო. აი აქ ვხედავ, რომ ერთი კვირის განმავლობაში გაქვთ აი ესეთი იდეა, ხო, რომ გაძლიერდეთ ფინანსურად, დაუთმოთ მეტი დრო სამუშაოს. აქ არის ჯანმრთელობის მხრივ ერთი პატარა ნიუანსი, ხო? ზედმეტი მიჯაჭვულობა არაფერზე არ ვარგა. და თქვენ შემთხვევაში აჩვენებს იმას, რომ ეს მიჯაჭვულობა შესაძლებელია გახდეს პრობლემური. ხვდებით ხომ? ანუ ნაკლები დასვენება, ნაკლები ან ნახეთ მე ესეთი რაღაც რომ აი ოღონდ ფხიზლად ვიყო, წავალ ენერგეტიკულს დავლევ, ხო? იმიტომ რომ სამუშაო მაქვს. რა ვიცი, 5 ლიტრ ყავას ჩავისხამ, იმიტომ რომ სამუშაო მაქვს, ხო?
ნახეთ, აი ერთ საკითხზე მიჯაჭვულობამ შეიძლება გამოიწვიოს ერთი საკითხის უпростоრეთ ერთ საკითხზე მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს დისბალანსის ნაწილში ჯანმრთელობის პრობლემები, მე ხვდით ხომ? რაც უფრო მეტად არის აი ნევროზული, ნერვიული აფეთქებები, ფსიქოსომატიური და აქ თქვენ გაფრთხილება გაქვთ ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის ნაწილში, რომ ერთ საქმეს აკეთებთ, მაგრამ ჯანმრთელობის ხარჯზე არ გააკეთოთ ეს. იმიტომ რომ უფროსი არკანი მე-15 არკანი ამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნახეთ იეროფანტი და ეშმაკი რა საინტერესოდ დაჯდა, მე-5 არკანი და მე-15 არკანი, ხო? სულიერება პლუს მიჯაჭვულობა, ხო? ბალანსი გაქვთ საპოვნელი ამ ყველაფერში. ბალანსი გაქვთ საკუთარ საქმესა და პენტაკლებში საპოვნი. და მე აქ ნახე სამიანების თასები გაფრთხილების ნაწილში, რაც ნიშნავს იმას, რომ არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს გარე სამყაროც, არსებობს კომუნიკაციები, ურთიერთობები, არსებობენ მეგობრები, არსებობენ, ესე იგი, სასიამოვნო ემოციების დეფიციტი არ უნდა დაიმართოთ, იმიტომ რომ მე აი ახლა ვარ ესეთი მუშაობის პროცესში, მუშაობა და კიდევ ერთხელ მუშაობა და დამავიწყდა საკუთარი თავი და დამავიწყდა რას ნიშნავს გარეთ გამოტანილი და არ მხოლოდ გამოტანილი, ასევე მიღებული ემოციები, ადამიანური ემოციები, ხო? ასე რომ ამ ნაწილში, ჯანმრთელობის ნაწილში ხო, გავუფრთხილდით საკუთარ თავს. იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსია ერთის ხარჯზე მეორე დაიზიანოთ, ანუ ამ შემთხვევაში ჯანმრთელობა და გაფრთხილება ვნახოთ, აი მთავარი გაფრთხილება რა გვაქვს? იყავით ძალიან ფრთხილად საკუთარ სიტყვებთან. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებთან, ნახოთ ეს რას ეხება, რომ მეტად ხო, ნახეთ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებთან. მაგრამ უყურეთ კიდევ რა ამაჩვენა მინიშნებაში არ სიჩქარე არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცები უნდა გაიწელოს, მიხვდით ხომ? მოგიწევთ ამ ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიძლება ძალიან მტკინვეული იყოს თქვენთვის. აქ არც სიჩქარე ვარგა და არც სიტუაციის გადადება არ ვარგა. უბრალოდ არკანი გაფრთხილებთ, რომ კარგად მოიფიქრეთ, კარგად გაიარეთ ეს თქვენი კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად მოგიწევთ, მაგრამ არ გააკეთოთ ეს ნაჩქარებად, არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება მოგიწევთ, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა შანსი არ არის, სხვა გზა არ არის, ხო, როგორც იტყვენ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, ან კი, ან არა. სიტუაცია მიგიყვანთ აქამდე. მიხვდით ხო? უბრალოდ არ იჩქაროთ. მაგრამ ისე რომ არ მინდა ხა მე ამ გადაწყვეტილების მიღება და მოდი ერთ კვირაში მივიღებ, ესეც არ გამოვა, იმიტომ რომ სიტუაცია მოითხოვს თქვენგან ახლა გამჭრიახ გონებას, ემოციების უკან გადაწევას და ლოგიკის წინ წამოწევას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მიიღოთ გადაწყვეტილება პირველ ემოციურ 1 საათში, არ ვიცი, ან 9 საათში, ხო, როდესაც ემოციები უფრო ფარავს, სტრესი უფრო ფარავს, ნერვიულობა უფრო ფარავს, შიში ფარავს, ამას ხო მდგომარეობას არა. აცადეთ საკუთარ თავს, დამშვიდდეთ, დაწყნარდეთ, სუნთქვის ვარჯიშები გააკეთოთ, არ ვიცი, დაამშვიდოთ თქვენი გაცნობიერება და მერე მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღება, ესე რომ გადადოთ, ესე არ გამოვა. მიხვალთ ამ მდგომარეობამდე. გამიგეთ ხო? და თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ ადეკვატურ მდგომარეობაში, გაცნობიერებულ მდგომარეობაში, რაც მე-5 არკანში ისედაც ჩანს, თქვენ აუცილებლად მიიღებთ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას.
რაც შეიძლება თქვენს ოჯახს, ფინანსებს და ასე შემდეგ ეხებოდეს. თავარია არ იჩქაროთ. შეიძლება უფრო მეტად კომპეტენტურ ადამიანებს კითხოთ რჩევა, მაგრამ აი აქ თქვენ გეუბნებიან, არ იჩქაროთ. გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, მაგრამ არ იჩქაროთ. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, ერთი კვირის არკანის ენერგია, ამომწორავად. გვაქვს საერთო მოცემულობა, ვიცით, საით უნდა ვიმოძრაოთ, ვიცით, რომელ სფეროში რა ენერგიები იტრიალებს. მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი სიყვარულით თქვენი ნინო.